დილის 7 საათიდან დარიალის ხეობაში სტიქით გამოწვეული სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა. ხეობაში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი და საძიებო სამუშაოები. ადგილზე იმყოფებიან რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. გუშინ მთელი დღის განმავლობაში შესაბამისი სპეციალისტების მიერ მიმდინარეობდა მყინვარწვერის, დევდორაკისა და ამალის ხეობების, ასევე მიმდებარე უბნების დაკვირვება. ამასთანავე ხორციელდებოდა მყინვარწვერის მასივის სეისმოლოგიური დაკვირვება და ინფორმაციის ანალიზი. შედეგების შეჯერების შედეგად მიღებულიქნა გადაწყვეტილება დარიალის ხეობაში სამუშაოების განახლების შესახებ. დღესდილიდან განახლდა სტიქიის ზონაში სამუშაოები 7 საათიდან ადგილზე მობილიზებულია სრულად როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე მუშახელი. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი სპეციალისტების მიერ დაკვირვება მყინვარზე და დევდორაკის ხეობაზე და საბოლოოდ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სამუშაოების გაგრძელების შესახებ. ამჟამად რაიმე რისკი არ არსებობს.